აქ რამდენი ყოფილა სასიარულო. ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი ქარხნები ლამის დღითი დღე ემატება მთელ ევროპაში. კლიმატის ცვლილება რომ შევაჩეროთ, წიაღისეულ საწვავზე უარი უნდა ითქვას. ამაზე მეცნიერები თანხმდებიან. მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის. შიდაწვის ძრავის მიერ გამოყოფილი აირები ატმოსფეროში ტოვებს ნახშირბადს, რომელიც სათბური აირების გამონაბოლქვის ეფექტს აძლიერებს. დედამიწაზე დათბობის ტემპი იმატებს. სწორედ ამიტომ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები ევროკავშირში შესაძლოა აღარ გაიყიდოს 2035 წლიდან. შიდაწვის ძრავის ლობისტები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მალე ელექტრომობილები უფრო მოთხოვნადი იქნება, თუმცა მილიონობით ელექტრომობილს ასევე მილიონობით ბატარეა სჭირდება. დღემდე ბატარეების მსოფლიო ბაზარზე ჩინეთია გაბატონებული. ჩინეთზე სრულად რომ არ იყოს დამოკიდებული, ევროპა ცდილობს ბატარეების საკუთარი წარმოება გააფართოოს. გიგანტური ქარხნები მთელ კონტინენტურ ევროპაში შენდება. 2030 წლისთვის ევროპის საწარმოო პოტენციალი შესაძლოა 1.7 ტერავატ-საათიც კი იყოს. ეს ენერგია საკმარისია 68 მილიარდი კურის ნაჭრის გასახუხად. ან ევრონიუსს რომ უყურო 2 მილიონი წლის განმავლობაში. ბატარეების ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევიდა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მისი მიზანია ცირკულარული ეკონომიკის განვითარება. სულ უფრო მეტ ძვირფას ნედლეულს ამოიღებენ ძველი ბატარეებიდან და ხელახლა გამოიყენებენ. 2027 წელს ბატარეებს სწრაფი რეაგირების ეგრეთ წოდებული QR კოდიც მიენიჭებათ. მასზე ციფრული პასპორტის მსგავსად დატანილი იქნება ინფორმაცია იმ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის შემცველობაზე, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება. უნგრეთი განსაკუთრებულად ცდილობს მიმზიდველი იყოს ბატარეების საწარმოსთვის და ამისთვის 2 მილიარდი ევროს სუბსიდიას იმეტებს. უნგრეთი განსაკუთრებულად ჩინეთს ხვდება ხელგაშლილი. მალე ჩინური ავტომობილებისა და ბატარეების წარმოება უნგრეთში დაიწყება. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს სახიფათო სტრატეგიაა. სულ მალე ევროპაში ბატარეების ყველაზე მსხვილი საწარმო ამოქმედება უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქის, დებრეცენის შემოგარენში. გლობალური ბაზრის ლიდერი ჩინური კომპანია კატლი აქ 7 მილიარდი ევროს ინვესტიციას დებს. ბუდაპეშტის მთავრობა კი თავის მხრივ 800 მილიონი ევროს სუბსიდიის გაღებას აპირებს. უნგრეთი ცდილობს ელექტრომობილების ბატარეების საწარმოები მიიზიდოს და ამისთვის უზარმაზარ სახელმწიფო დახმარებას იმეტებს. ახლა ჩინელი ინვესტორებიც ჩამოდიან. მაინც რას ფიქრობს ამაზე დებრეცენის მოსახლეობა? მოდი ვიკითხავ. ეს ქარხანა ორად ყოფს ქალაქს. მე პრესკონფერენციაზე შევხვდი მარტონ ფეიეშს. იგი ამ ინვესტიციის მომხრეა. ეს მარტონი ჯეისონ ჩენს ფოტოებს უღებს. ჩინური ბატარეების მწარმოებელი გიგანტის ევროპული ოპერაციების დირექტორს. ჩენი იშვიათად იძლევა ინტერვიუს. ევრონიუსისთვის გამონაკლისი დაუშვა. რამდენი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებთ და ვის დაასახმებთ? ჩინელებს თუ ადგილობრივებს? ახალი სამუშაო ადგილების უმეტესობა ადგილობრივებისათვის შეიქმნება. მომავალი წლის ბოლოს 2000 კაცი დასაქმდება. ბატარეების წარმოებას დიდი რაოდენობით წყალი სჭირდება. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას ქვეყანაში, რომელსაც წყლის დეფიციტი აქვს? ჩვენ წყლის დაზოგვის ახალი ტექნოლოგია შევიმუშავეთ. გამაგრილებელი კოშკისთვის და თან შევთანხმდით წყლის მეორეულ გამოყენებაზე. ასე რომ დიდი რაოდენობით წყალი დაიზოგება. ადრე უამრავი ადამიანი მიდიოდა მიგრაციაში, მაგრამ ახალი საუკუნის დადგომისთანავე ბევრი რამ შეიცვალა. დებრეცენელები მარტონის მსგავსად სიხარულით ხვდებიან ინვესტორებს. მნიშვნელობა არ აქვს სადაური იქნება. მათ ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამის წყალობით ახალგაზრდები, რომლებიც აქ სწავლობენ, აღარ სასწავლენ. წასულებს კი უკან დებრეცენში დაბრუნება შეეძლებათ, რადგან აქ დასაქმება ხელმისაწვდომია. ლასლოს ეს არ უხარია, ის გაბრაზებულია. ლასლოს თავის 4 ჰექტარიან ნაკვეთში მოყავს კომბოსტო, ხახვი, პარკოსნები და წიწაკა. თუმცა ეს ამბავი მალე წარსულს ჩაბარდება. ინდუსტრიულ პარკს ფართობი სჭირდება. ლასლოს ოჯახს წასვლა მოუწევს. ჩვენ ლამის დეპრესიაში ჩავწვივდით ამის გამო. ჩვენ ლუკმაპურს ორგანული მებაღეობა მებოსტნეობით ვშოულობთ. ქარხანა კი საშინლად აბინძურებს გარემოს. ასე რომ მომავალი წლიდან ვერაფერს ვეღარ ვაწარმოებთ. ლასლოს დედა ევა კოზმას ეგებება სამზარეულოში. ევა მართავს სამეზობლოს ასოციაციას, რომელიც ცდილობს ყურადღება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ იმ რისკებზე გაამახვილოს, რომლებსაც ბატარეების წარმოება იწვევს. გამონაბოლქვის სავსე იქნება დამაბინძურებლებით, ნიკელით, კობალტით, მანგანუმით, ლითიუმით, ორგანული გამხსნელებით. დადასტურებულია, რომ ყველა ეს ნივთიერება კანცეროგენურია, ასე რომ აქ ყველა დაავადდება თუ არ წავალთ. სასოწარკვეთილები ვართ, რასაც ვგრძნობ, ეს უმწეობრაზია.
ევას სოფლის ცენტრში მივყავარ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრ გვერასთან ერთად იგი საპროტესტო სამკერდე ნიშნებს ამზადებს ბაზრობისთვის. ორივე ქალს სამ-სამი შვილი ჰყავს. მათ შვილების მომავალი აფიქრებთ. ჩვენ ძირითადად იმის გვაშენია, რომ არ იქნება საკმარისი წყალი, რადგან ქარხნებში დიდი რაოდენობის წყალი იხარჯება. პირველი ფაზის დროს მხოლოდ კომპანია კატლს 47 საკვამური ექნება, რომელთაგან 3 ემბრიონის მომწამლავ გამხსნელ ნივთიერებას გამოუშვებს. შიდაწვის ზრავიდან ელექტრომობილებისკენ. აი ეს არის ევროკავშირის გამოწვევა და არა მხოლოდ ბატარეების ტექნოლოგიის გამო. უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში შევხვდი ანდრია ელტეტეს. იგი კრიტიკულად უყურებს ბატარეებზე გათვლილ ჩინეთის ინვესტიციებს ევროპაში. ბატარეების საწარმოები მთელ ევროპაში სოკოებით მრავლდება, მათ შორის უნგრეთშიც. მე ვესაუბრე უნგრელებს და მათ აქვთ კითხვები, რომლებიც მინდა დაგისვათ. მოდი მოვუსმინოთ კითხვების ავტორებს. First question from the ground. რატომ არის ღირებული უნგრეთისთვის ბატარეების ქარხნები, მაშინ როცა არც წყალი გვაქვს, არც ელექტროენერგია და არც ნედლეული? მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ უნგრეთი ბატარეების გიგანტური მწარმოებელი გახდეს. ჩემი აზრით ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომ სცდება ეკონომიკურ ლოგიკას. ჩვენ მწვანე პლატფორმაზე გადასვლის ეტაპზე ვართ. გვინდა მწვანე ელექტრომობილები და გვჭირდება ბატარეები. შესაბამისად, ეს ჩინური ინვესტიცია კარგია თუ ცუდი? პრობლემა ის არის, რომ ამ კომპანიებს უნგრეთის მთავრობა მეტისმეტად დიდ დახმარებას აძლევს. დაახლოებით 2 მილიარდ ევროს. ამ დროს არ აქვთ ფული ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, რკინიგზისთვის. უნგრეთი ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. და ამ დროს უნგრეთში ვაშენებთ ინდუსტრიას, რომელიც უამრავ ენერგიას ითხოვს. არ არის აქარავითარი გეოპოლიტიკური რისკი. ბატარეების მთელ ინდუსტრიას უნგრეთის მიერ მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის მეოთხედი დასჭირდება. უნგრეთი ახლა მრავალმხრივ დამოკიდებული ხდება, რადგან ენერგორესურსების კუთხით ისედაც რუსეთზეა დამოკიდებული და ახლა ამას ჩინური ქარხნების მეშვეობით ჩინეთზე დამოკიდებულებაც ემატება. უნგრეთის მთავრობას სურს ერთგვარად გლობალური მოთამაშე გახდეს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში. თუმცა გამოვა ისე, რომ უნგრეთის დამოკიდებულება უფრო მეტად გაღრმავდება. independence, but it means more deeper dependence. ჩინეთი უკვე იყენებს თავის სავაჭრო ძალას წნეხის გასაძლიერებლად. კომპანიებს ურჩიეს ევროკავშირის იმ ქვეყნებში ჩადონ ინვესტიციები, რომლებიც უარს ამბობენ, რათა ჩინეთის იაფ იმპორტზე დამცავი ტარიფი დაწესდეს.